მცენარეები, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე, ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად. დღეს ტოსკანურ ბაღებზე ვისაუბრებთ და ვფიქრობ მართლაც ესეთი ძალიან პოზიტიური ლამაზი ეთერი გვექნება და ვირტუალურად ვიმოგზაურებთ ამ ბაღებში. აუცილებლად დილამშვიდობის. და ვფიქრობ უპირველეს ყოვლისა ისტორიით დავიწყოთ, იმიტომ რომ ყველა ბაღს თავისი ისტორია აქვს, ლეგენდები, მითები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მის განსაკუთრებულობაზე, მახასიათებლებზე ყველაფერზე გავაკეთებთ აქცენტს. გადმოვიტანოთ ტოსკანა საქართველოში. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ, მართლა ერთ-ერთი საინტერესო თემა არის ლანდშაფტის დიზაინის სტილისტიკაზე როცა ვსაუბრობთ, აი ტოსკანურ ბაღებს ცალკე თემა ეძღვნება ხოლმე, ცალკე გადაცემებია, ცალკე ისტორია. თითქოს აი სამყაროში რაღაც ერთი ნაწილია, სადაც ეს ლეგენდები დაიბადა და ახლა როცა ტოსკანაზე ვფიქრობთ, ყველას თვალწინ გვეშლება ესეთი ველები და გარშემო ეს კიპარისები, ბევრი მზე, ლავანდები და საიდან იწყება ხო ეს ამბავი, რაც საინტერესოა, რატო გაჩნდა და იტალიური სტილია ხო, იტალიაშია ეს ტოსკანა და რატო გამოირჩა ამ იტალიური სტილებიდან ეს ტოსკანური სტილი. ძალიან საინტერესოა და მინდა ერთი აი ესე სანამ დავიწყებთ და გავრცობილად ვისაუბრებთ. ტოსკანური სტილის ბაღები სანამ ჩამოყალიბდებოდა იტალიური სტილის უკვე არსებობდა. ანუ სათავეს იღებს ტოსკანური სტილი ის რომაული და ეტრუსკული კულტურებიდან. ჯერ იტალია არ იყო, ძალიან უძველია. ჩვენ წელთაღრიცხვამდე სადღაც მე-9-მე-10 საუკუნიდან იღებს. ვიცით იქ ძალიან ბევრი მზე არის, ასე ვთქვათ და როცა სადაც კარგი მზე არის, იქ ყოველთვის ლამაზი ბაღები გამოდის, ხო? ეტრუსკული და რომაული გავლენა. ბაღებს ძირითადად ეტრუსკები, ნახე ეს ხო ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო, ქრისტიანობამდე რო იყო, ხეებს ანიჭებდნენ უფრო სხვა მნიშვნელობას. ანუ ეს ხის კულტი იყო. ეს ხის ჩახუტება, ხის დარგვა, რიტუალები ტარდებოდა ძალიან ბევრი და ესე თითქოს პირდაპირ გალაქტიკაში მიდიოდი, პირდაპირ ღმერთს ესაუბრებოდი. აი ესეთი ის ქონდა ეტრუსკების დროს ბაღების მნიშვნელობას და ამიტომ არის იქ ხა თურმე დღესაც მე არ ვარ ნამყოფი ტოსკანაში, მაგრამ ვინც არის ნამყოფი, აი უძველესი ეს სადღაც, რავი, 500 წლის ხეები შეგეძლიათ რომ ნახოთ თურმე ამ ტოსკანაში. ამ ეტრუსკული და რომაული გავლენის შემდეგ უკვე გადმოვდივარ ჩვენ შუა საუკუნეებში. ანუ უკვე ახალი კალენდრით ახალი კალენდარი რო დაიწყო, გადმოვდივარ შუა საუკუნეებში და აქ უკვე იღებს მონასტრული ბაღები. სათავეს და განსაკუთრებულად ამ ტოსკანაში. და რა არის ახლა ეს მონასტრული ბაღები? აქ მარტო დეკორატიული მნიშვნელობა არ ქონდა. აქ აუცილებლად არის უკვე ბოსტანი, ანუ საკვები, სამკურნალო მცენარეები და ეს დარჩა, დღესაც დარჩა ტოსკანურ ბაღებში, როცა ვაკეთებთ ტოსკანურ ბაღებს, იქ აუცილებლად ეს ბოსტნის თემაც საკვები თემაც აუცილებლად უნდა იყოს, სამკურნალო მცენარეებიც აუცილებლად იყოს. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დიახ. და მაინც აი ამ სპეციფიკით გამოირჩევა, რა თქმა უნდა, მაგრამ რითი არის განსაკუთრებული და აი როგორ იშლება, ასე ვთქვათ, ტოსკანური ბაღი? როგორ იშლება? ნახეთ, იტალიური სტილის ბაღები ვიცით, რომ უფრო სწორხაზოვანია, ცოტა მომრგვალებულია განსხვავებით ფრანგული სტილებისა და აი ეგ ზუსტად ეგ არ არის, ეს სიმეტრიულობა არ არის ტოსკანურ ბაღებში. ეს უფრო ველებშია გაასული და ფერები. ანუ აქ ძირითადად პასტელური ფერები. ნახე, ჩვენ რო გვიყვარს სიჭრელეები, აი სიჭრელეები აქ არ არის. პასტელური ფერებიც მიყვარს, არ ვიტყვი რომ არა. კი ბატონო, უფრო არის პასტელური ფერები. აი უფრო ვარდისფერი, ღია ცისფერი და აი ღია ცისფერი ახლა რა არის, ხო, ვერცხლისფერი უცებ წარმოვიდგინოთ ზეთისხილები. ტოსკანაში ძალიან ბევრი არის ზეთისხილის ხეები. ძალიან ბევრი არის ლავანდები, ძალიან ბევრი არის როზმარინები.
და ფერებიდან გამომდინარე კიდევ ტერაკოტა აქვთ ამათ ძალიან და ის ოქროსფერი ტერაკოტა ის ჩანართები აუცილებლად უნდა იყოს ტერაკოტა ეხლა ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ქოთნების სახით მაგრამ იმათ სახლების სახურავებიც ამ ტერაკოტით აქვს ხო გაკეთებული ეს ჩანართები აუცილებლად უნდა იყოს ბევრი არის ოქროსფერი ანუ ყვითელი მაგრამ ისეთი ყვირალა ყვითელი არა უფრო ნაზი აი უფრო მზის სხივები გაფანტული მოკლედ აი ეს შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპოზიციებში მარცვლოვნებს მარცვლოვანი მცენარეები ბალახოვანი მცენარეები სამკურნალო მცენარეები ახლა საკვებად რო გამოიყენება როზმარინიც კულინარიაში ძალიან კარგად გამოიყენება და ამისი კომპოზიციები არის ეს ტოსკანაში ახლა იტალიური ბაღები ვიცით რომ უფრო სიმეტრიულია რაც მარცხენა მხარეს არის ის აუცილებლად მარჯვენა ანუ სიმეტრია აუცილებლად დაცული ხო და ტოსკანურ ბაღში ეგ არ არის ტოსკანური ბაღი არის აი ველში ჩანართები კომპოზიცია და ანუ გაშლილია და ამ მცენარეულ კომპოზიციებში ძალიან კარგად გამოიყენება ბუნებრივი მასალა ხის მორები ასე ვთქვათ ქოთნის ნატეხები ასე ვთქვათ დეკორაციები მრავალნაირი აი საინტერესოა და ვაზი აუცილებლად აი ხის პერგოლებზე ასე მოსაჩრდილებლად აუცილებლად არის ვაზიც დეკორატიული ელემენტები საინტერესოა რას იყენებენ ქვები აი ეს ახლა წარმოიდგინეთ დიდი რაღაცა ლამაზი ქვა თავისი ლავანდით თავისი როზმარინით თავისი ღია ფერის ვარდებით უკვე დეკორაცია ხისებიც მე მგონი ხო იმიტომ რომ იტალია ისედაც თავისთავად დატერასებულია და დატერასებაში ეს ბუნებრივი ქვებით ხდება ეგ დატერასება და ამ დატერასების გარშემო ეს რაღაცა მაღალი კიპარისები მართლა ზღაპრული ახლა ფოტოებში რო ვხედავ რა ვიცი მე გულგრილს არავის არ გვტოვებს და რა შეიძლება ჩანჩქერებს წყლის ელემენტებიც დამახასიათებელია თან უხვად ტოსკანურ ბაღებში როგორც დასაწყისში ვისაუბრეთ აქ ბევრი მზია და იქ აუცილებლად ეს ჩანჩქერები აუზები შადრევნები უხვად არის წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ეს შადრევნების გარშემო ეს მცენარეული საფარი ძალიან ბევრად არის უფრო კენჭები არის აი გზა მოხრეშილია უფრო ვთქვათ აი ისე დაგებული მოასფალტებული არა უფრო ქვები ბუნებრივი ქვები და მოხრეშვა არის რაც დამახასიათებელია ტოსკანური სტილისთვის და აი მოვლის თვალსაზრისით რამდენად კომფორტულია რადგან ეს უფრო ბალახოვანი მცენარებით არის წარმოდგენილი რადგან უფრო მარცვლოვანი კულტურით არის წარმოდგენილი რა თქმა უნდა მოვლაც უკვე უფრო მარტივია აქ ზუსტად ის მცენარეებია გამოყენებული რომელიც ნაკლებ მოვლას ითხოვს და თუ შეიძლება პარალელი გავავლოთ საქართველოსთან და მე ბოლოში ლეგენდებზეც ვისაუბრეთ ლეგენდებიც მოვიცი ასე ვთქვათ ჩვენს რეალობაში აი ისე კარგად ჯდება ეს ტოსკანური ბაღები ოღონდაც აღმოსავლეთ საქართველოში ნახეთ ტოსკანურ ბაღები ნოტიო აი დასავლეთ საქართველოში არა იმიტომ რომ ახლა მე რაც მცენარეებიც ჩამოვთვალე ეს მცენარეებია ზუსტად აი სიცხის მოყვარულები მზის მოყვარულები და სიმშრალის მოყვარულები ვაზის მეტი რა გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში ხო აი თავისუფლად მარტივად შეგვიძლია ეს ტოსკანური სტილი საქართველოშიც რომ გადმოვიტანოთ და გავაკეთოთ და მაშინ აი თქვენ როდესაც მომხმარებელთან ხართ კომუნიკაციაში რამდენად არის მოთხოვნა ტოსკანურ ბაღებს და საერთოდ ჩვენთან არის თუ არა პოპულარული? კი, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მე თვითონაც რომ მიყვარს ეს საერთოდ იტალიური სტილის ბაღები მიყვარს და თუ მithumetes ვნახე ისეთი ტერიტორია რომ აქ შეიძლება ტოსკანური ბაღის გაკეთება და ძირითადი მახასიათებელი არის ეს სანთლისებური კიპარისები რასაც ფოტოებში ვხედავთ ხო იტალიურ კიპარისებსაც ვეძახით ეს მომენტი თუ შემიძლია რომ გამოვიყენო მე ვეუბნები მოდი აქ ტოსკანა გავაკეთოთ ოღონდ შეშტრიხს მაინც კი მოდი აქ გავაკეთოთ ტოსკანა და რა ვიცი კარგად მუშაობს ეგ თემა მოსწონს მომხმარებელს ძალიან ლამაზია და მორგებულია ჩვენს პირობებს და ნუ დატერასებაც ახლა ჩვენთან ძალიან იშვიათად არის ახლა თბილისის და თბილისის შემოგარენში ვაკე ადგილები ხო ეს დატერასებაც თავისი ბუნებრივი ქვებით რა თქმა უნდა ყოველთვის მომგებიანია და ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს და აი პირველი რა უნდა გავაკეთოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც ტოსკანური ბაღი გვინდა რომ გავაშენოთ პირველი რა ხო პირველი
სივრცე. ანუ პატარა სივრცეში არ გამოგივა ტოსკანური ბაღი. აი ფრანგული ბაღი შეგვიძლია პატარა სივრცეში გავაკეთოთ, იაპონური ბაღი, მაგრამ ტოსკანა ზუსტად ეგ არის სივრცე. ანუ აი სივრცე დაუშვათ რამხელა უნდა იყოს. გაჩნია აი 1000 კვადრატი, 700. მინიმალური რა უნდა იყოს, რომ გავაშენოთ ტოსკანური. ნუ ალბათ 600-700 კვადრატი მაინც ყველაზე მინიმალური. ანუ რატო ვამბობ ახლა ეს მცენარეები ეს იტალიური კიპარისები რასაც ვეძახით ეს არის თვითონ პირველი კატეგორიის მცენარეები რომელიც ესეთ პატარა კუნძულებად ვერ გააკეთებ ამათ თვითონ უნდა სივრცე რომ ეს სილამაზე აღვიქვათ და ამიტომ უმჯობესია თუ ტერიტორია და კვადრატულობა გვაძლევს ამის საშუალებას რატომაც არა განსაკუთრებით მე ვამბობ აღმოსავლეთ საქართველოსზე დასავლეთ საქართველოში არ ვიცი არ მქონია ეს პრაქტიკა კი ბატონო, აი რა შეეხება სამკურნალო დანიშნულებას და სამკურნალო მცენარეებს. ხო, ჩვენთან არის თუ არა ამაზე მოთხოვნა? როგორ იყო, იცით, ჩვენ ხო საერთოდ ქართული ბაღების ისტორიას რო გადავხედავთ, უფრო იყო ძირითადად სამკურნალო მცენარეები და ეს იყო მონასტრებში, რომელიც ეხლა უკვე რაც ეს მონასტრული ცხოვრება აღდგა საქართველოში, ეს კულტურაც უკვე ნელ-ნელა იყიდებს ფეხზე, ჩვენ ბევრი გვინახია, სადაც მონასტრებია ულამაზესი ბაღები აქვთ, ხო, იქ დედაოები არიან თუ მამაოები არიან და რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასეთი ახლა დამკვეთთან ურთიერთობაში, თუ ის სპეციალიზირებული არ არის და რაღაც ან ექიმი არ არის, ან ხალხური მკურნალი, არ შემხედრია, რომ რაღაცა მოდი სამკურნალო მცენარეების ბაღი ხო გამოვიყენოთ მე ყოველ შემთხვევაში მე არ მქონია ეგ პროექტი ასეთი, მაგრამ მარცვლოვანი კულტურის გამოყენება ძალიან შემოვიდა და ძალიან ფეხს იყიდებს საქართველოში და ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაშიც პიტ უდოლფი ვინც არის ამისი დამფუძნებელი, აი მისი ხელწერა უკვე ყველასთვის არის სასიამოვნო, მოსაწონი და ჩვენი ქართველი მომხმარებლებიც და საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებიც ასე ვთქვათ დიდი სიამოვნებით გვეუბნებიან რომ გაგვიკეთეთ აი ესეთი ბაღებიო. კი. იმიტომ ადვილად მოსავლელია. ნინო ბევრი შეწამლები არ ჭირდება, ბევრი თან გადაყოლა არ ჭირდება და ჩემთვის ბაღი რა არის? ბაღი არის სიამოვნებისთვის. არ უნდა გადააკვდე. რიტმიდან გამომდინარე აღაც არის იმდენი დრო და მართლაც მოსახერხებელია ადვილად მოსავლელი ბაღი და აი რაც შეეხება ტოსკანურ ბაღებს ელისო საუბრიდან გამომდინარე უფრო ალბათ ეს უნდა ქალაქგარეთ, ნუ აღნიშნე რომ აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ძალიან კარგი გაშენება კლიმატიდან გამომდინარე და აი შესაძლებელია დაუშვათ დედაქალაქში ან დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი გაშენება, ნუ სივრცეა ხო სივრცე, ხო, თუ სივრცეა, ახლა თბილისის მიდამოებში საგურამოს იგი ძალიან ბევრი ახალი მდებარე ტერიტორიები კი რატომაც ახლა წავკისი და უფრო მთიანი მხარე ნაკლებად უფრო აქეთ ქვედა დაბლობებისკენ უფრო ხო აი საგურამოს მიმდებარე ტერიტორია მე ვფიქრობ რომ ყველაზე საუკეთესო იქნება კი ბატონო და რამე ხო არ გამოგჭა აქედან და შემდეგ უკვე მითებზე და ლეგენდებზეც გადავიდეთ ჩვენს ფენოს დამაყურებელს ძალიან უყვარს ეს ნაწილი ვიცი კი უბრალოდ აქ მინდა ვთქვა პირველი არქიტექტორები ვინც შემოიტანა ხო ეს ტოსკანური ბაღები ეს იყო ლეონ ბატისტა ალბერტი რომელიც 1472 წლებში იყო რომელმაც დაწერა ტრაქტატები მთელი ეს ახლა ჩვენ რაც ვისაუბრეთ ხო ამ მთელი ტრაქტატებია რომელიც ითვალისწინებს ამ ტოსკანური სტილის ბაღის ჩამოყალიბებას და რითაც ხელმძღვანელობენ დღევანდელი ლანდშაფტის დიზაინერები და არქიტექტორები ეს საფუძველი უდევს ხო მინდა კიდე აღნიშნო აქ ბობოლას ბაღებიც რომელიც ძალიან ცნობილია და ბობოლას ბაღები ვიცით რომ ერთ-ერთი მედიჩების გვარს ეკუთვნის ეს ვინც ეს ტოსკანური სტილის ბაღებს გაუწია ძალიან დიდი პროპაგანდა ასე ვთქვათ ვინც დანერგა და რაც ახლა მართლა ისტორია შემორჩა და სპეციალური ტურებიც არსებობს რომ დაათვალიეროს ვიზიტორმა ეს ტოსკანური ბაღები. ეს მინდოდა რომ მეთქვა. კი ბატონო და მითები და ლეგენდები. მითები და ლეგენდებზე დავიწყოთ, მეც მიყვარს ეგ თემა ხოლმე.
მედიჩების საიდუმლო ბაღები, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ მედიჩებს ვერ გავექცევით, საერთოდ როცა იტალიაზე ვსაუბრობ და მით უმეტეს ტოსკანაზე, თურმე მედიჩებს ქონიათ საიდუმლო ბაღები, სადაც არავისთვის არ იყო ეს ცნობილი, მარტო ოჯახის წევრებისთვის, ისიც თავარი ვინც იყო, სადაც ყველასთვის არა. ისიც ყველასთვის არა. და რა ხდებოდა ამ საიდუმლო ბაღებში ხდებოდა შეხვედრები, მოლაპარაკებები და ესენი პრინციპში მთელ იტალიას გარანტ ალბათ რომანტიკული შეხვედრები არ იქნებოდა, იმიტომ რომ ოჯახის წევრების იყო ეს ბაღი. ხო, ანუ საქმიანი იყო, სადაც წყდებოდა მსოფლიოს ამბები და მომავალი ცხოვრება. ამიტომ იყო ეს საიდუმლო ბაღები და დღესაც თორმე არის რამოდენიმე ბაღი, რომელიც აი ვიზიტორებისთვის არ არის გახსნილი. დახურული ბაღებია კი. ლავანდების ველი. ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, ეს ლავანდები აუცილებელი დამახასიათებელია ტოსკანური ბაღებისთვის და ასეთი თქმულება არის, სპეციალურად არის თურმე ლავანდების ველი, სადაც აქ შეყვარებული წყვილი, ვინც ამ ლავანდების ველში გაივლის, ეს შეყვარებულები მილიონი წელი იქნებიან თურმე ერთად. ანუ ამ ცხოვრებაში ამ ცხოვრებაში და იმ ცხოვრებაში და ეს ველი მე წარმოვიდგენ მე რომ მოვიძიე ინტერნეტ სივრცეში მართლა უზარმაზარი ტერიტორია რაღაცა გზასავით დაკლაკნილი გზასავით კაც. ეს ლავანდები რა პერიოდში ყვავის და რამდენი? ლავანდების სეზონი იწყება ეხლა ივლისი. ლავანდებს საერთოდ გააჩნიათ ეხლა დაიწყება აფეთქდება ასე ვთქვათ თავისი ყვავილობით, გადაიყვავილებს, გადაიჭრება იმ ლავანდებ მოჭრილი ყვავილებისგან 1000 რაღაცებს აკეთებენ. სახლისთვის რაღაც ტომსიკებში ყრიან და ეს ხო იცით რომ ლავანდა მაფრთხობელა ასე ვთქვათ მწერებისთვის ვინც ჩვენ გვაწუხებს ზაფხულში. მერე უკვე სადღაცა ის თუ კარგი მზიანი და თბილი შემოდგომა გვექნება, უკვე მეორეჯერაც იწყებს უკვე ლავანდა აყვავილობას, მაგრამ ისეთი ბუთქუნა ყვავილებით აღარ არის. უფრო შემცირებული, მაგრამ მაინც ყვავილობს და ლავანდაც ხო ბევრნაირია, არის მუქია სამნისფერი, ვარდისფერი, თეთრი და ამასაც თავისი კალენდარი აქვს ასე ვთქვათ და ამ ველში ზუსტად ეგ არის ერთი ფერის ლავანდები კი არ არის, ეს შერეულად და უხვად. კი ბატონო. ბობოლას ბაღების მოჩვენებებიც არის თურმე ასეთი ლეგენდები, სადაც ვიცი ჩვენ მედიჩების არც თუ ისე კარგი ისტორიები, სადაც მოკლედ ამბობენ რომ ღამითო აქ ბობოლას ბაღებში მოჩვენებები დადიან, რაც ეგზოტიკა არის თავისთავად და რა ვიცი ახლა ვისაც არ აშინია ამ მოჩვენებები შეუძლია ღამის ტურებიც დაიგეგმოს. ღამის ტურებით ხო ექსპერიმენტების ჩადა მოჩვენებასთან, მაგალითად სიამოვნებით შეხვდებოდი გადავიღეთ. კი მედიჩი რომ თავისი ხანჯლით არა ხანჯალია ხანჯლების გარეშე. შვიდობიანი შეხვედრები მოჩვენებებთან ესეთი ლეგენდებით დადის და ეს ყველაფერი რას ემსახურება ისევ და ისევ ქვეყნის პოპულარიზაციას, ისევ და ისევ ტურისტების მოზიდვას და საერთოდ ეს ყველაფერი აგებულია ლეგენდებზე. შეიძლება ისე თეატრალიზირებულიც კი იყოს, არ არის შეიძლება, კი ბატონო, შეიძლება, რატომაც არა და როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამ ლეგენდებზე და ახლა ვინც ბევრს მოგზაურობს, აი ხო ძირითადად ვიზიტები ამ ლეგენდებზე აგებული. ახლა ჩვენ საქართველოში წარმოგიდგენთ რამდენი ლეგენდა გვაქვს, ხო? ჭინკიდან დაწყებული. ათასნაირი თეატრალიზება ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ მოვარგოთ და კი რატომაც არა. ელისო რამეს ხომ არ დავამატებდით ამ უშვენიერეს ბაღებს? რას დავამატებდით და ძირითადად მე როგორც ლანდშაფტის დიზაინერი შეიყვარეთ ტოსკანური ბაღები და ყოველთვის მაინც ან კონსულტაცია მაინც მოახერხეთ სპეციალისტთან, რომ ეს სწორად თავიდანვე სწორად რომ დაიგეგმოს და საერთოდ ჩვენ გვიადვილდება ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვინც უკვე იცის რა უნდა. უფრო მარტივია ასეთ, მაგრამ თუ არ იცის, მაგრამ ჩვენ ვაგებთ. დაგეგმარების პროცესში რა თქმა უნდა ბიუჯეტი გასათვალისწინებელია და როდესაც სპეციალისტთან ერთად ხდება ეს გაცილებით უფრო ეკონომიურია, იმიტომ რომ კი ჩვენ ხანდახან თვით შემოქმედებას ვეწევით, მე ბაღი არ გამიშენებია თუ
მაგრამ თუნდაც ქოთნის ყვავილი დაუშვათ რაღაც საკუთარ აი, ინიციატივით ახლა რომ შემიძენია და გამახსენეთ, ხო? განმითავსებია იქ სადაც მისი ადგილი არ იყო დაუშვათ მზის მოყვარული ჭრთილში განმათავსე დაიღუპა მე ეს კი ბატონო, კი ბატონო. აი ახლა ქოთნებზე რომ კარგი გამახსენეთ, კი არა გვაქვს ეს სივრცე, რომ ესეთი ველზე გავაშენოთ ეს ტოსკანური ბაღები, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ეს ქოთნები გამოვიყენოთ. ტერაკოტას მივამსგავსოთ, ხო კი ვიცით ის მაინც მძიმეა, მაგრამ უკვე საქართველოში არიან ადამიანები, ვინც ამ ქოთნებსაც მუშაობენ. აი თუ ჩვენ ტერასაზე გვაქვს იმისი საშუალება, რომ რაღაცა ქოთანი გავაკეთოთ და მაინც ეგ ჩემსავით იტალიური სტილი უყვართ და მით უმეტეს ტოსკანა, რატომაც არა ეს ტერაკოტას ქოთანში შეგვიძლია კომპოზიცია გავაკეთოთ ერთი ზეთის ხილი, ლავანდა, როზმარინით და ტოსკანური ბაღების ფერთა გამა შეგვიძლია და მარცლოვანიც შეგვიძლია აქ რომ ჩავსვათ და გამოგვივა რა ძალიან ლამაზები გამოგვივა. იმიტომ რომ მარტივი გასაკეთებელია, არ უნდა მას ბევრი ფილოსოფია, ყველას შეუძლია მარტივად გააკეთოს. წინადადებით რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, რაც შეეხება ტოსკანურ ბაღებს, ძალიან ლამაზი და ადვილად მოსავლელი. ძალიან ლამაზი და ადვილად მოსავლელი. მადლობა ელისო, აი ესეთი საინტერესო საუბრისთვის. და იმეც ვიტოვებ, რომ შემდეგ 4 შაბათს უკვე კიდე სხვა ბაღებში გავისეირნებთ. მოდი სიურპრიზად დავტოვოთ. სიურპრიზად დავტოვოთ. ძალიან საინტერესო ეს იყო გადაცემა მწვანეთჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. დროებით.